როგორც ხედავთ, დავბრუნდი ისევ. ძალიან დიდი დრო გავიდა ვითომ? ბოლოს ვიდეო რო ავტვირთე, არ მახსოვს. სიმართლე გითხრათ, მართლა არ მახსოვს. ბევრი თემები, ძალიან ბევრი თემა დაგროვდა. რაზეც უნდა ვისაუბრო? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი ჭრა მომიწევს ამ ვიდეოში, რადგან რაზეც მაგრდება ტელეფონი, ეგ არის გაფუჭებული და ხშირად მიწევს კამერა გავასწორო. Ახლა კამერას ვასწორებ, იმიტომ რომ ძალიან მოძრაობს ეს კამერა. თემებს რაც შეეხება, პირველი თემა ის იყო, რომ ბევრი თემა პრინციპში არც მაქვს სასაუბრო რა, მაგრამ თავარს ვიტყვი. იწერება ბევრი კომენტარი იმის შესახებ, თუ რატო საუბრობ მანქანიდან, რატო მაქვს მიკროფონი მაინდა-მაინც კებზე დამაგრებული და ასე შემდეგ რა. მოკლედ, შენ ერთ-ერთ ბოდიბილდერს ბაძავ უეჭველი რა. არა მეგობრებო, ეგრე არ არის. პირველი, დარბაზში არის მუსიკა ჩართული. არ შეიძლება გამოიყენო უნებართვოდ და ისე რომ რაღაც ანაზღაურების გარეშე რა, მუსიკოსი იქნება, ვინც იქნება რა, რომ თავის მუსიკა, სიმღერა, რასაც დაწერს, მოკლედ, რაც ეკუთვნის, მოკლედ, რისი ავტორიც არის, მაგას რო იყენებ რა. დარბაზში, როდესაც ვიდეოს ვიღებ, მუსიკა ისმის და YouTube-თან დაკავშირებით პრობლემები მექნება კოპირაითის მხრივ. ამიტომ, როდესაც ვიდეოს ვიღებ YouTube-დან, YouTube-ის ბიბლიოთეკიდან ვიღებ ხოლმე უფასო მუსიკებს და იმას ვადებ ხოლმე ფონად რა, ვარჯიშის პროცესში რო ვიღებ ხოლმე რა კადრებს. რაც სათქმელი მაქვს თქვენთვის, მაგას ვამბობ წინასწარ ვარჯიშიდან გამოსულზე, კვლავ ვაგრძელებ საუბარს ავტომობილიდან სახლის მიმავალ გზაზე. ვერ ხვდები უბრალოდ რა შუაშია მიბაძვა. მით უმეტეს არ ვარ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის კონკრეტული ბოდიბილდერი არის. მე მაქვს ჩემი გეგმები, ჩემი მისწრაფებები და რავი, ყველას გაუმარჯოს თავისი გზით. რაც შეეხება მიკროფონის ამბავს, მიკროფონი რო არ მქონდეს, ჩემ ხმასაც ვერ გაიგებდით რა, ტელეფონის მიკროფონიდან იმდენად არის მის ხმა. ებზე რატომ აქვს ეს მიკროფონი მიმაგრებული, მაგასაც გეტყვით. ზოგჯერ მაისურზე მაქვს მიმაგრებული ან ჟაკეტზე, მაგრამ ძალიან არაკომფორტულია. თან ხმების ისმის რაღაცა შრაშუნის და რავი, და ამიტომ კებზე ვარჩიე, რომ კებზე დამემაგრებინა მიკროფონი. რატო არის ეს უცხო ან რაღაცა ბაძვა ვინმეს, ვერ ხვდები უბრალოდ რა შუაშია მიბაძვა. შენ რო ქცივა და რაღაც ჟაკეტს მოისვამ, რაღაცას მოისვამ, ვინმეს ბაძავ, ან როცა მოძრაობ და თასმა გაგეხსნება და იმ თასმას შეიკრავ, ვინმეს ბაძავ, ვერ ხვდები რა შუაშია მიბაძვა რა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი რა, წარმოდგენა არ მაქვს. ამ საუბრით მიმართავდი იმ ადამიანებს, ვინც კომენტარებში მიწერდა მსგავს რაღაცეებს, იგი მოკლედ დარბაზში წავიდეთ.
ოჯახს რა საქმის არ უნდა დაიწყოს, შედეგს ვერ მიიღებ რა. ანუ თუ ძილის რეჟიმი არ გაქვს მოწესრიგებული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავაანალიზე, სიმართლე რო გითხრათ. იმიტომ არ ვიყავი ეს ბოლო პერიოდი აქტიური სოციალურ ქსელებში რა. იწესრიგებდი ძილს. თქვენს გირჩევთ, ვინც ვიყურებთ, მნიშვნელოვანია ძილი და აუცილებელია დამიჯერეთ. აი, უბრალოდ მენდეთ სიტყვაზე, რომ მართლა მნიშვნელოვანია. ადრე კი ვამბობდი, გამომიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, მაგრამ ეხლა უკვე, რავი, რატო უნდა უთხრა ადამიანს გამოიწერე არხი ან რაღაცა, თუ თვითონ არ აქვს სურვილი რა, თუ თვითონ აქვს სურვილი, ისედაც გამოგიწერს ეგ ადამიანი. ეხლა უკვე აღარ ვამბობ მაგას.